კითხვებს საქმეოსო. საერთოდ ეს რა დაკითხვები არის პარლამენტის საერთოდ არის უკვე სანახაობად გადაიქცა და გასართობად რა დაკითხვები და მოკლედ სასამართლო გადავიდა პარლამენტში. დაიბარებენ ვიღაცებს, ვიღაცა არ მედის იქ არ მოდის, აუ დავაჯარიმებ და რატომ უნდა მივიდეს პარლამენტში, რატომ უნდა დაკითხო იქა, ვინ ახარ, თუ რამე დააშავეს, სასამართლო არის, არჩელი ფაქტები თუ გაქვს, პარლამენტი რატომ უნდა დაკითხოს აწარმოებდეს თან ქალი კულტურის მინისტრი დაჯდა უკვე საგამოძიო იმის რაღაცა კომისიის თავმჯდომარე, ეს ქალი თითებს უქნებს ყველას და ანგარის საბარებენ და რა ვიცი ყვებიან 2008-ში რა მოხდა ვის რა შეაინტერესებს ეგა კაცო წასული ეგა წავიდა რამდენი წელი გავიდა ისე რა ეხლა რა საკეთებ ეს კომისია მიდა დღეს რა ხდება როგორ ვიცხოვროთ ხალხი რატო გარბის მანდედან ვინ შემორბის რატო შემორბეს ვირას ყიდულობს რაში გაინტერესებს აი რისი მომცემი არის ეს კომისია თან არაფერი არ პასუხისგებაში არ არის ეს აი რაღაცა ის არის რა გამოჩნდები ჯაბარება არის რა. გადასარევ, თან კიდე რა არის, გახარიას იბარებენ, რომლები გახარიას პრემიერისად ბიძინამ დანიშნა. იქვე იყო ესევე წოლუკიანი. ეხლა ამას იბარდა, მისი მითითებით ასრულებდა გახარია ყველაფერს. ეხლა რა უნდა დაკითხო, ამას რატო ისროლე რაღაცას პლასმასის ტყვიები, შენი ბრძანები და რატო დათხარი თვალი ბავშვებს. არ მესმის ეგა რა. რა უნდა კითხო ამას რა არის ეს რა ესეთი იდიოტიზმი საქართველოს შუარი პოლიტიკური იდიოტიზმი ასეთ ქვეყანაში არ არის ჯერჯერობით. და როგორ არის რაღაცა შოუ რაღა იმისე ნანუკას შოუ და იქ ჯაჯანიძეს შოუ და კიდე რაღაცა ვიღაცეების შოუ რაღა პარლამენტის შოუ რა. პოლიტიკური შოუ ერთობა ხალხი დევს ინტერნეტში დაკითხვები არჩევენ ამას და რაღაცა ესენი დროს ატარებენ ჯოგიც ერთობა ასე რამ გამოგათაყვანათ ხალხო